სანთელი არის ქუთაისის პეტრე პავლოვის ეკლესიიდან და მე მსურს რომ ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი ვინც შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობასა და კანონიერების აღდგენას საქართველოს. საიდან განდები? ქუთაისიდან. ახლა კანონიერი ხელისუფლების თავდამჭერი მოვითხოვთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას სრულიად საქართველოში. ქართული რატომ გაისარჯეთ? რატომ ჩამოსულიყავ? უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ ჩვენი ჯგუფის შესახებ, მინდა მოგახსენოთ. ჩვენ ვართ კონსტანტინე განსახურდიას ქუთაისის რეგიონული საზოგადოების გამგეობა მთლიანად. ჩვენი ხელმძღვანელი გახლავთ ზურაბ დათხოვაშვილი, ახალგაზრდა მწერალი, ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, სამხედრო ხელმძღვანელი გახლავთ დავით რეხვიაშვილი. ეს ის დავით რეხვიაშვილი, რომელიც იმ 10 კაცთან ერთად იმყოფებოდა ეგრეთ წოდებულ ბუნკერში იმ პუჩის დღეებში. 25 კაციდან 10 კაცი იგივე ხალხი ჩვენ აქ ახლავართ. ვიბრძვით კანონიერების აღდგენისათვის. ვინდა რომ ბრძოლით მივიდეთ სწორულად, შემდეგ ალბათ დაბრუნდებით ქუთაისის გავლით დედაქალაქში თბილისში და აღვადგეთ კანონიერ ხელისუფლებას. დამცეთ მოგახსენებთ დავით რეხვიაშვილი. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ უმრავლესობა ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან, ცოტა დამახინჯა ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ბატონი ზურაბი კითხეს, ბატონი ომარ კარესელიძე ეს არის ქუთაისის არამადნეული საწარმოების კომბინატის გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი გახლავთ. ბატონი დავით რეხვიაშვილი ქუთაისის არქ პროექტის მთავარი ინჟინერი, არქიტექტორი გახლავთ. ბატონი ვახტანგ მითაიშვილი ქუთაისის ოპერის სოლისტი გახლავთ. შესანიშნავი მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. ბატონი ზურაბი გორდეზიანი, მთავარი ვეტერინარი ქუთაისის. მისი პროფესია შეიძლება გამოვიყენოთ კიდევ იქ მარტო 4 ფეხებზე არა, 2 ფეხა ცხოველებზეც. ბატონი ჩარკვიანი, ზურაბ ჩარკვიანი, წუხს იმას რომ რატო არის ჯანსუღ ჩარკვიანის ჩარკვიანი. ბატონი ზურაბ ბაქრაძე გააცანეთ, ზურაბ ბაქრაძე. ბატონი ზურაბი ბაქრაძე. ბატონი ზურაბი ბაქრაძე ეს ის პიროვნება არის, რომელმაც გახსოვთ 27 ივლისს ქუთაისში მოხდა საზღარი დარბევა მომიტინგეების და ეს ის პოლიციელი გახლავთ, რომელმაც მოიხსნა სამხრეები დაუყარა ქუთაისის გუნდხმიგეზე გეწოდინება მას და მას შემდეგ ჩვენს რიგებში იმყოფება. თუმცა მანამდეც მორალურადაც, ფიზიკურადაც ჩვენ ვიჭერდა ხარს და დღესაც ჩვენს რიგებში დგას. კიდევ ვინ შეიძლება მაპატიეთ ჩვენ კლდიაშვილი. ხო, ბატონი კლდიაშვილი, გია სიმონეთიდან დავით კლდიაშვილი სამომავალი ალბათ. ხო. ასე რომ მთელი იმერეთი აქ ვართ და ჩვენ სამეგრელოს გვერდით ვიქნებით. მთლიანად სრულიად კი, მაგრამ თქვენი მერი ხშირად გამოდის ხუნტის ტელევიზიით და ხშირად ამბობს, რომ მთელი ქუთაისი ხუნტის მხარეს არის და. ეხლა ეს როგორ გამოვიდა? ამდენი აქ ხართ, იმდენი იქ ხიდეთ. გეტყვით, მე ფსიქოლოგიაში არ ვიცი რა შეიძლება ეწოდოს იმ შეშლილ მდგომარეობას, რაც ამ კაცს ახასიათებს. გუშინწინ გამოვიდა ინტერვიუ აიღეს, თუ ინტერვიუ ქვია მას. სწორად გამოვიდა მიკროფონით მწირფელი, ვიდრე მაგალითად ჟურნალისტი. შეურაცხყოფა მიაყენა თვითონ ჟურნალისტს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დავთვალეთ, რომ 2 საათი და 52 წუთი ილაპარაკა ტელევიზიით და ეს თვითონ კორესპონდენტი კიდევ მიკროფონით და შეუსვენებლი ეს ყველაფერი საუბარი მიდიოდა. ეს საუბარი არის დაულაგებელი და ჩვენს აზრებით ეს მგონი ანომალიური მდგომარეობა არის ფსიქიკაში. ანუ რაშია საქმე იცი, მე მგონია მაგი ვარჯიშობს, უნდა გინესის წიგნში შესვლა დიდხანს თუ ილაპარაკებს და გადააჭარბებს რეკორდს, არ ვიცი. იუმორის საღამოსაც არის ქუთაისში. იქ სახელობის საკმაოდ არ დაეჯერათ ბატონო თქვენ ქუთაისში ვინც საღამოს მოაზროვნია და ვინც ნორმალურნია დაგზადდეს, ყველა აქა. ვინც მერთან არის? ახლა იმათ აზროვნებას და მელაპარაკი ზემოთ მერთან. რაც შეეხება თვითონ ქალაქს, ქალაქი დატერორებული არის. ეხლა კიდევ უფრო და უფრო იზრდება. უნდა ქუთაისში ჩამოეყალიბებინა იქაური რაზმები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და აღმოსავლეთ საქართველოსდან იქნა გადამოყვანილი დიდი ძალები და აი მისი მეშვეობით მოხდა დაკომპლექტება. მე მინდა ქუთაისის ერთ ღირსებას გაუსვა ხაზი, რომელსაც არ აძლევენ დღეისდღეობით, რატომღაც გვეპარება ჩვენ ყურადღებიდან. ერთი ის, რომ დღეისდღეობით აი ეს
მხედრიონელები იქნება თუ კიდევ სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც იბრძვის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ასეთი ხუნტის ჯარისკაცების რიცხვი სხვათა შორის ქუთაისიდან ნაკლები არის. ძალიან ცოტა არის. თუ დავაკვირდებით, ეს უმრავლეს შემთხვევაში არის აღმოსავლეთიდან და განსაკუთრებით თბილისიდან. ძალიან მცირე რაოდენობა არის. აი თუ ავიღებთ პროცენტულად სხვადასხვა ქალაქებთან მიმართებაში, ჩვენ აღმოაჩნდა დავინახავთ იმას, რომ ქუთაისი ამ მხრივ არ წარღვიდა. ძალიან მცირე რაოდენობა არის ის ხალხი, რომელსაც შეუძლიათ იბრძოლონ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ხო რა მაინტერესებს იცით? აი თქვენ ბრძანდებით ქუთაისიდან და მიდიხართ ფრონტზე. აი ქუთაისში რომ ხედრიონი დგას. ის ისევ იგდგას თუ წავიდა ფრონტზე. არა ქუთაისი იცავს. ქუთაისი. ჩვენ ვიცით ასეთი რამ, კიდევ იქ მოქალაქეები მივიდნენ ხოლეს რომ მოგვეცით იარაღი და ჩვენ წავალთ აფხაზეთის დასაცავად. არა, ჩვენ არ გვჭირდებით იქ, ჩვენ გვჭირდება აქ, ვინაიდან ფრონტი 30 კილომეტრი არის ქუთაისიდან და უნდა დავიცვათ ქუთაისი. ვისგან უნდა დაიცვათ ქუთაისი რა? ხო. აი ეს არის საკითხი. ხო. ამასთანავ მოხდა დატერორება, გაძარცული იქნა ბაზარი, როგორც მწვანე ბაზარი, აი ეგრეთ წოდებული მწვანე ბაზარი და პიანი ბაზარი. გაძარცული იქნა უამრავი კომერციული მაღაზიები. ერთი სიტყვით საოცარი ტერორი იქნება ქალაქში. სამსახურდია საზოგადოება დაარბიეს 4 წლის უკან. დაამსხვრიეს. ხო, აი მოვატიეთ კიდევ ერთ რასაც გვინდა ხაზი გაუსვათ, რამოდენიმე დღის წინ დარბეული იქნა კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოების ოფისი. აქ იყო იქ შეფარებული ვართ ოფისი არტ პროექტის ბაზაზე არის. იქ არის უამრავი არქიტექტურული ნამუშევრები, უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც დალეწილი და დახეული და განადგურებული იქნა ყველაფერი. სხვათა შორის ტაძრის მაკეტი იყო, უნიკალური ტაძრის მაკეტი, რომელიც დამსხვრეული იქნა, აი ნამსხვრევად აქციეს ტაძრის მაკეტი. ეს კიდე სხვა ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა. მეორე კიდევ საოცარი რა არის? ქუთაისში წმინდა სალოცავები და წმინდა ადგილს განიცით, ეს არის ბაგრატის ტაძარი და არის კიდევ გელათის მონასტერი. ბაგრატის ტაძარი 28 აგვისტოს მარიამობის დღეს წაბილწეს და გელათის მონასტერი კიდევ გუშინ წინ წაბილწეს. ეხლა რას გულისხმობ ამაში, აი ამ წაბილწვაში? როგორ წაიბილწა? წაიბილწა ამ კუთხით, რომ კომუნისტები კოლექტიურად დავდიოდნენ ფერმებში, ქარხნებში, მაგრამ საოცარი არის კოლექტიურად სალოცავად წასვლა. ეს საოცარი რაღაცა ხდება, ესე იგი შეიძლება ხალხმა ყველამ ერთად წავიდეთ და ერთად ვიდროსოთ, მე როცა მინდა. მაგათ ეს გაგება არა. ხო, აი ეს საოცარი ის არის, რომ ერთად კოლექტიურად დადიან ეკლესიაში სალოცავად და მე ერთ-ერთ მაგრამ ვუხარი, რომ რა ხდება, კოლექტიურად მიდიხარ სალოცავად და ვის გაუგია კოლექტიურად სალოცავად წასვლა. ახლა მეთქი რა ხდება, ერთად მიდიხარ, სამწლებზე ერთად ამბობთ, ერთად მოდიხარ. სხვა რა არის ეს? გარდა იმისა, რომ დიდი მადლობა. კოლექტიურად ლოცულობ ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, მე აღარ შეგაჩერებ თქვენ რომ მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხართ. ვიდრე ეს ჩვენი შეხვედრა და მე გისურვებთ რომ ბედნიერად, ჯანმრთელად და გამარჯვებით დაბრუნებული. კარგად იყავით. Thank you.
ჩაროთ ნელა იარი თუ შეიძლება გამავირო ამერა
Idat მაგებებდა განსაკუთრებით ყოფის მდგომარეობა სრულიად საქართველოსთან ერთად, ვინაიდან ყოველივე ჩემთვის ცნობილი იყო, რასაც ხდებოდა, როგორ შემოგისიათ კომუნისტურმა ხუნტამ კრიმინალური ბანდები, როგორ ათარეშობდნენ აქ, როგორ ატარებდნენ შეურაცხყოფას, მოსახლეობას დარღვევდნენ, ყველგან უმსხვილესობას ჩადიოდნენ, მაგრამ ჩვენი გმირი მებრძოლების წყალობით ეს ყოფი თავისუფალია და მაინც საქართველოს სიტუაცია იგივე გაჭიანურდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ხუნტის ბანდების თარეში, რომ გვირაბად დაეცა კიდევ თბილისში უზენაეს საბჭოსთვის ბრძოლებში ყოფის პრეფექტი ჩემი საუკეთესო მეგობარი ანდონი თენგის ფაჯაია. ამავე დროს
ყოფნა დიდი მსხვერპლი გაიგო. ამ ქვახან დაიღუპა ვაჟკაცის შესანიშნავი ყოფილი მეომარი ეწურია როდიში და საერთოდ მე ვთხოვ ყველა მათთან ერთად ყველა დაცემული მებრძოლების პატივსაცემად სუსტიერი დუმილით გამოვხატოთ ჩვენი ოდІსtíება მათი სოლის მიმართ. საუბრობთ იყოს ელება მათი. მეგობრებო, უმძიმესი ჟამი უდგას საქართველოს, უმძიმესი ჟამი მე გუშინ ვიყავი ფრონტზე, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შევარდნაძემ ჩაიდინა ეროვნული პალატი. მან განაიარაღა ქართული მხედრობა აფხაზეთში, რუსეთთან და სეპარატისტებთან შეთანხმებით, გამოიმანა სამხედრო ტექნიკა აფხაზეთიდან და ამჟამად ამაგრებს თბილისის, ქუთაისის და სხვა ქალაქებს. იგი არუშვებს ჩვენკენ სამხედრო ტექნიკას შეიარაღებას, არავითარ დახმარებას არ გვიწევს. ჩვენი მებრძოლები თავიანთი ძალების ავნაბარად იბრძვიან დღეს ფრონტზე. დაიდო ერთხან მოღალატური კაპიტულიანტური ხელშეკრულება სოჭში, რომლის ძალითაც გამოყვანილი იქნა ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთიდან, საბრძოლო ტექნიკა და რა მოხდა ყოველივე ამას თქვენ იცით. სოფლის დაცემისთვის პასუხი უნდა იყოს შევარდნაძემ და კრიმინალურ კომუნისტურმა ხუნტამ. დიახ მეგობრებო, იმდენად ურცხვები არიან, რომ ამას ჩვენ მხედრობას აბრალებენ, რომ რატო დროზე არ მოგვეშველებო. როგორ უნდა მიეშველონ, როდესაც არავითარ დახმარებას არ უწევენ. ფაქტობრივად მარტო არიან ოჩამშირის ფრონტზე. მათ სასწაულები ჩაიდინეს. ამჟამად მდინარე კოდორთან იმყოფებიან და საფრთხეში არიან ეხლაც მეგობრებო. მე გამოვაცხადე მობილიზაცია. მე ყველას ვთხოვ, ყველა ძალების მობილიზაცია უნდა მოხდეს, მომშვილად სასწრაფოდ შეიქმნა სამობილიზაციო შტაბი, ზუგდიდში უკვე შექმნილია, სენაკში უკვე შექმნილია და დავიწყოთ მობილიზაცია განსაკუთრებით რეზერვისტების და ჯარგამოვლილი მოქალაქეების. ვისაც საკუთარი იარაღი გააჩნია, საკუთარი იარაღით უნდა მოვიდეს. ეს იქნება სამშობლოსთვის უდიდესი დახმარება ამ უზნედეს სტუდენტში. ჩვენი მებრძოლებისთვის უდიდესი დახმარება, რომელიც მოერიან ჩვენგან ამ დახმარებას. მეგობრებო, ყველას მოგიწოდებ, ვთხოვ, რაც შეიძლება ჩქარა, ავადმოთ ეს საქმე. უნდა შეიქმნას სახალხო ლანჩარი ფრონტის დასახმარებლად. ეს უდიდესი საქმე, რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მოსახლეობა ამჟამად გამორდის აფხაზეთიდან, ყველიცი ტრანზიტული მდგომარეობაა. ხუნდათ ესავს პანიკას, იმ დღეებში, როდესაც ხუნდამ გამოაცხადა, რომ სოფული დაეცა, ჯერაც არ იყო იგი დაცემული. ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი დაბრუნება, მაგრამ ხუნდათ შეგნებულ ალაფს ჩადის. მისი მიზანია მას მტერთან გარიგება აქვს, რომ დაუწყოს აფხაზეთი მტერს და ქართველი მოსახლეობის გენოციდი და დეპორტაცია მოაწყოს. მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავანებოთ მათ მეგობრებო. არ უნდა დავანებოთ, ყველა ღონე უნდა ვიფაროთ, რომ დავეფაროთ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას. ჩვენი ძველი განსაცდელში არიან მეგობრებო, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიფაროთ, რომ ისინი ვიხსნათ და ვიხსნათ აგრეთვე სრულიად საქართველო. აფხაზეთის დაკარგვით საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მთელი მოვაპირდებით გალის რაიონში. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ყველა ვაჟკაცს მოვუწოდებ, ყველა ქართველს, ვისაც უყვარს სამშობლო, ჩვენს კომენდანტურაში გამოცხადდეს და შეძლების დაგვარად დაგვეხმაროს. ეს ყველა მოქალაქის ვადია, ყველა ქართველის ვადია. წინააღმდეგ შემთხვევაში თავი გაჭიანურდება ის პროცესი, რომელიც ჩვენ ყველას გსურს, რომ მალე მოხდეს მთელ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ჩვენ მივიღეთ ზომები მართალია, გუშინ მე ვიყავი ოჩამშირის შტაბში, მაგრამ იქაც დიდი განხეთქილება, გუნდის მებრძოლები მასობრივად გამოდიან, დეზერტირობენ, არც ერთმა დეზერტირმა არ უნდა გაიაროს მეგობრებო. ყველა უნდა განიარაღდეს. დეზერტირები უნდა გამოიაროს სადაც კი სამხატვრო იარაღის საავადმყოფო კომენდანტურას. Control Shell Trasa, very irony, at a very big signal per caption. You tell me the Sagar Shell is not the garbage, super technique.
დეზორგანიზაცია და პანიკა. მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი და გავამაგროთ აფხაზეთის ფრონტი. აი, ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ესეც იყო, შევ მეგობრებო. მე ისურვებ ისეთ ბომას სამშობლოს სადაროჯოზე, ყოველ უნდა გაიწვიოს კომუნისტური მაფიის და კრიმინალური გუნდის აგენტებისგან, უნდა ვამხილოთ ყველანი ისინი. განძლიერდეს კანონიერი ხელისუფლება და აღარ უნდა დავუშვათ აქ ხონდის თარეში. მეგობრებო, დღეს საქართველოში როგორც იცით, მრავალი ადამიანი მოძღვეულია ამ კომუნისტური ფრონტის მიერ განსაკუთრებით თბილისში არის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გულისხმობენ, ჩვენ ყველას გამოუცხადოთ. ვინც დააღრესიარას, ვინც შეიგნებს თავის შეცდომებს, თავის დანაშაულს, ვინც შეწყვეტს ჩვენთან კონფრონტაციას და ბრძოლას, ყველას გამოუცხადებთ ამნისტიას და ვამატებთ ყველა დანაშაულს. თუ ის დაღვრის და თუ მას არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი სამშობლოს წინაშე. მე ვთავაზობ ყველას ეროვნულ შერიგებას, ოღონდ ამისთვის უმთავრესია დაუყოვნებლივ გადადგეს შევარდნაძე და მისი კომუნისტური ხუნტა. მე დავნიშნავ უზენაეს საერთაშორისო ერთად ახალ არჩევნებს, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. ჩემ თანებულებს, რომელიც მე ამ დღეებში გამოვიდი, თქვენ გაეცნობით რადიო გამოქმედა ჩვენი რადიო 58 ტალღაზე. ზუგდიდის ტელევიზიით გადაეცემა, სენაკის ტელევიზიით გადაეცემა თანებულები. ძალიან ვთხოვთ. ოღონდ ალბათ ხობანდეს მოახერხა რა გაზეთი დაიბეჭდება. როდესაც მოვლით ფოჩის მალე აღება კანონიერი ხელისუფლება და საერთოდ მთელ საქართველოში მალე აღება კანონიერი ხელისუფლება. ალია ხალხი ერთიანი იყოს ამ კრიმინალურ ხუნტასთან ბრძოლაში. აი ეს არის თავი მეგობრებო. ამ ჩემს დამეგობრებებს და ჩვენი თავებისა და უზენაესის საფუძვლად დადგენილებებს ჩვენ განვახორციელებთ თქვენი დახმარებით. მე ზუგდიდში ყოფნის დროს, კალენჯერის ყოფნის დროს ყველას მოუწოდე და ვთხოვე, რომ ომში აუცილებლად გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკონომიკა. ჩვენ ხედავთ, რომ ხუნტამ ეკონომიკა ჩვენი გაანადგურა. ხალხი საშინელ მდგომარეობაშია. ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა ჩვენი სოფლის მეურნეობის აღორძინება. მაქსიმალურად ყველას ეხლა ვიშრომოთ, ვიმუშაოთ, ვისაც შეუძლია. მოსავალი ავიღოთ დროულად ყველა ძალები ამ პროცესზე მიმართოთ. ვინაიდან ამასთან დაკავშირებულია ჩვენი წარმატებები, თუნდაც აფხაზეთის ფრონტზე, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის ბრძოლაში. ეს აუცილებელია და ყველას ვთხოვთ ამისთვის დახმარებას და განაგრძობას. სოფლის მეურნეობის სამუშაოების შტაბების შექმნილია და მათთან ერთად ძალიან გქონდროთ მოგეხმაროთ ჩაის კულტურის სინიკის აღებაში, ჩაის აღებაში და მოგებაში და სხვა. ეს იქნება უდიდესი დახმარება ყველასთვის, ჩვენი ფრონტისთვის, კი არა ჩემთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, მეგობრებო და ეს პატარა საქმე არ გეგონოთ. დააფლა ციფრში ყველაფერს უნდა მიხედვა, მეგობრებო. ამ პერიოდში მე ვიცი, ხალხი უგადახილი იყო, ხალხი გადავლილი იყო, ხალხი ამ ხუნტის და აჭარების თარეშის დროს არც მუშაობდა. ამიტაც გადაიწყო პროტესტი. ეხლა ძალიან გქონდ, რომ პირიქით, შრომით, მუშაობით ამოვუდგეთ ფაქტში კანონიერ ხელისუფლებას. აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მე კიდევ იქაც ვილაპარაკებდი, აქ ჩვენი მეგობრებით ბევრს იპყრობენ, მაგრამ გვაქვს საომარი მდგომარეობა, ზილად ტელეფონზე კავშირი მაქვს ოჩამთილის შტაბთან, ყოველ წუთში ახალ-ახალი გადაწყვეტილებებია მიღებული
ემგონილო ფაქტობრივად ფრონტს და თქვენ აღილა გეცილოთ მე ახლა დავამთავრებ და მომავალში და აკუნებული ვარ რომ გექნება იმის საშუალება რომ უფრო დიდ ხანს ესაუბროთ და უფრო მეტი ამდენი გამწოთ და დროებით დაგემშვიდობებით. ეხლა მივიდივარ წენგის საჯაიას საფუძველო აღნიშნულ სიტყვას. Back in your country? How is it for you to be back in your country once again with your people? My plan is restoration in Georgia, restoration of legal government, legal parliament and legality. So, does that mean that you would move towards Tbilisi? Of course, but not with military means. Not with military. Peaceful demonstrations and peaceful manifestations, and this is our way. You appear to have a lot of military support here. I think Mr. Shevardnadze should do. He must resign. He must resign immediately. You have a lot of support in this half of the country, but what about in the whole country? I have such supporters, but they are terrorized in eastern Georgia by the criminals of Shevardnadze. And if there were elections for the presidency again, would you run? Yes, I say that if Shevardnadze resigns, I appoint new elections. One more point, if I may. We've seen your soldiers here, but they are not moving. Sir, excuse me, sir. Nice meeting you. Thank you. გამოხდა და ეს ყველაფერი არის ჭორის დონეზე აყოლილი ამბიციებს აყოლეს ხალხი გამოაცხადეს გამგებულმა თვითონ რო ეშინოდათ იმიტომ გავიდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. მაგათ მაგას რატომ გავიდა რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, რატომ გავიდნენ და გალელები.
ჩვენ არავის არ ვერჩით. რას გესმის? თანაც რა მომისმენე გარანტად ამის არავინ ვერ დაგეგმება. თვითონ ასე ამბობდნენ და გარანტია მას კი არა მას არა. პანიკა დაწესეს. პანიკა დაწესეს და პანიკა ზუსტად სამართლიანი პანიკა დაწესეს იქა. რაც გაგრას მოვიდა ის მოვიდა და გალსაც და ოჩამჭირეს და ყველგანა. ეს ასეა. პანიკა რო დაწესეს ეს არის ასე. აი ხა სროლა ისმის. სროლა ისმის ეგი ისინი გამარჯვებას ეიმოდნენ და სუფრაც მოწყობილი და აი ახლა ჩვენ აგერავა. და რა სიტყვა ამ სიტუაციიდან როგორი გამოსავალი შეიძლება მოუნა? როგორი გამოსავალი შეიძლება რა იყოს რა ვიცი ახლა პოლიტიკოსები არიან და ყველანი. და გალერექ მუშიდია რა გადამდა უდეს მეუნანდო ჩუნან. ჩვენი ხალხი ვინც გინდღა მდინარე კოდორთან ბიჭები ბოლოს გამოვიდნენ ეს სამთავრობო ჯარმა მიატოვა ყველაფერი რაც შეეძლო ჩვენ ხალხს გადმოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა. ბატონ გურამ ლაკიასის იყო ბრძანება რომ რამეფრად გამოგვეყანა მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ ჩარჩენილები ვიყავით იქ ალყაში იყო ყველა ხალხი. და რაც შეძლეს ბიჭებმა ყველანი გამოიყვანეს თვითონ სიკვდილის ფასად დაუჭდათ ისე გააკეთეს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა. როგორ მიეტოვებია სამთავრობო ჯარებს ის ტრასა რომელზედაც იდგნენ რო არ შემოეშვათ ეს არაფერი არ გაკეთდებოდა. სამთავრობო ჯარს თქვენ ვის გულისხმობთ? აი მთავრობა დღევანდელი ვინც არის ხუნტი ჯარი, აბა ვინ იყო? კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს არავის არ დაუტოვებიათ პოზიციები. ბოლოს გამოვედით ყველანი იქიდან. რო ცხადებენ ახლა ეს იმანა ხალნიკა რატომ იყო 2 საათში ამაყენეს ძიებნიანი ბავშვები და როცა მოვედით 2 საათში ხო გადმოვედით ჩვენ? ხალხს ეშველოთ რა ვიყავ. რაშიას თქმეგატო თქვენ საიდან მზადებით ვიდეო? ჭუბურხინჯიდან. თქვენი გალის გამგებელი იყო რუდიკ ცატავა. სადაა ხელმძღვანელი თქვენი? ვერ ნახეთ და ეს არის ყველა ხელმძღვანელმა მიატოვა თავისი ხალხი. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა გამოვიყვანოთ იქიდან ვინც არის ჩარჩენილი და პირველი მიზანი ეს არის რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაუბრუნდეს თავის ოჯახს და სახკარს. ამა ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს მშვიდობიანი მოსახლეობა თავის სახლში ამასა ეს ჩვენი დონის გასაწყვეტი არ არის მაგრამ ამას ცდილობს ჩვენი ხელისუფლება კანონიერების მომხრე ვინც არის კანონიერი მთავრობა რომ ეს გააკეთდეს რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაუბრუნდეს თავის სახკარს. ეკვატორს ყველაფერი კოდორზე რო გაემაგრებია მაშინ ხალისგან რო არ მოხდა მაშინ ხალისგანთან უნდა გაემაგრებია. უნდა გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დარჩენილიყო ხალხი. შეცდომა ეს თლად შეცდომილი მთავრობაა შეცდომით მოსული და იარაღით მოსული და იმერი გააკეთა კიდევ. აფხაზეთი დაიკარგა სამაჩაბლო დაკარგულია აჭარა თავის გემოზეა და მორჩა. ჩვენ თუ ერთად ერთმანეთს ამოუდგებით ეს გაყიდული არაფერი არ არის. როგორ ამოუდგეთ როცა კენჭი მენჭი შევარნაძის იმას ტყვის სროლით მიდიოდა და კენჭს აგდებდა ის კაცი როგორ ამოუდგეთ იმ მთავრობას მითხარ ეს მთავრობა რაც არის ეს არის რეალობა იმ მთავრობის ხელში რო ვართ იმიტომ ასე რო ვარ დარჩენილი ჩვენ დღეს დღეს გამოგიღენოთ და არ ყავს ბატონო ორი პრეზიდენტი საქართველოს ყავდა ერთი პრეზიდენტი და ერთია მეტი არ ყავს ჩვენთვის არ ყოლია და რუდიკის თუ ყავდა ორი პრეზიდენტი არ ვიცი დარჩა ქვეყნის მარკი და რატო გაიქცა მე რატო გაიქცა ჩვენ დაგვტოვეს არ საწყარი იყო ჩვენთვის არ პასპორტი იყო ჩვენთვის შიშველი ბავშვები ქალები რო დავრჩით იქ ის თვითონ დაპირთა თავისი მანქანა და გაიქცა იქით ჩვენთვის არ ყური იყო არ აბა ვისადმეს იქია თოხაძე, პატა დათუაშვილი, აგერ არის მთელი შეიარაღებული ძალა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობა ოჩამჭირებს.
არგინა გადავიღეთ შევამროთ მე ვარ 24 ბრიგადის ჯავშანსადაგო სამსახურის უფროსი მოდებაზე ჯემალი რომელი შენერთი ადგილობრივ 24 ბრიგადა ოჩამჭილებში ხადაც სამინისტრო პირველი საარმიო კორპუსი მეორე საარმიო კორპუსი მეორე სადარგი არა. აი ხო მაგ ის ინგურთან დგას მე. ისავე. კი, ის სპიტალის შეიძლება გიჩნდება და ეს აღარ. ა? გუშინას ეიბოთხმულა და მე იპორმო ვიროზე დავდექი ჩვენ გუშინ საგამოში ყველა. სულ დავდექი. რა ვიცი და. ა? ამაშენ რომ მე რას მიღებ რომ არა აწმინდა ჩემი გაზუგდით არაფერი არ გამოვა თუ ერთიანი ჯარი არ შეიკრება. ერთიანი ჯარი უნდა ყველა სპეციალისტმა ჩაუდგეს თავთავის იმაში არტილერიაში და სატანკოში და ეოში და ყველგან საასკი რა არსებობს ყველა სამხედრო ისე თუ არ ჩაუდგა მაგათ რომელიც ეს სამხედრო თხთი გაიცის არაფერი არ გამოვა ქართველებს პირველ რიგში გაერთიანება დასთავარი გაერთიანება რომ ყველა ის რიადა ვოიარეს თუ სერჟანტია რაც არსებობს ზვანით უნდა დაემკვიდრებოს ერთ ადამიანს და იყოს ჯარის ერთ-ერთი ბრძანებითი და არა მოხალისეები არავით არ მოხალისეები ჯარში თუ ბრძანებითი არ არსებობს იქ არაფერი არ არსებობს არ შეიძლება ჯარი არც ყოლია და არც ბეყოლება თუ ასე ვიღება ეს იყო უბრალოდ ხალისეები სპორტა ეს ვისაც ეხალისებოდა ავტომატის ხელშეება მინდა იქითესვრი საერთო ჯერ იწყება სიარულის სწავლით ესენი კიდე ავტომატი დაიგავდა მე მაგალითად გალელებზე ახლა ვიტყვი ერთ სიტყვას მე არც ვიცი მახალს მე იმერელი კაცი ვარ ჩამოსული კაცი ვარ მაგრამ დღემდე ახლა რო წუწუნობენ მანამდე სად იყო ხალხი შიმშილი ხდებოდა ვინც არ მოყოფილიყო ის ადგილობრივი იყო თუ ჩამოსული იყო ჩვენ ყველა ქართველი ვართ ამიგე ყველა ქართველი ვართ ჩვენ ეს კახელია იმერელია მეგრელია გურულია აჭარელია სვანია თუ რაღაცა არის ეს კუთხური სახელებია და ყველა ჩვენ ქართველები ვართ უნდა შევეერთეთ ერთიანი ჯარი თუ არ შექმნით არაფერი არ გამოვა საქართველოს სანამ ერთი მთავრობა არ იქნება მანამდე არ იქნება ერთი ჯარი ეს ფაქტია საერთოდ დამეცადეთ ერთი უნდა ჰქონდეს ან მეორე საერთოდ ახლა მეგეთქვით ჯარის სტრუქტურა არსებობს ასე ეს გასაგებია მე მომისმენე ვარ მომისმენე მე ვიცი და იმდენ მეუბნები და ვიცი მაგრამ ერთი მთავრობა ჰქონდეს ან უნდა იყოს ზვიადი ან ეს ორში ერთი უნდა ყველას ერთი ვთქვი გასაგებია რომ ორში ერთი თუ არ დარჩა მაშინ სისულელია ერთიანობა არასდროს არ იქნება ერთი ჯარი სამასაბოია ასე ვინ გვიდა იმაზე მნიშვნელობა არ არის რომ უნდა იყოს ერთი მთავრობა და ერთი ახლა მემოქმედება ჯარი საერთოდ სადაც არსებობს ყველგან ეს არის თავდაცვის სამინისტრო ერთ სოფლიოში ყველა თავდაცვის სამინისტრო ჯარი საერთოდ ისეთი სტრუქტურა შედის რომ ის არ ემორჩილება თავრობას არა ბოდიშავ სიტყვაზე რომელი თავრობაც იქნება იმას უნდა დაემორჩილოს საერთოდ თავრობის იმაშია საერთოდ არ უნდა მოღვაწეობდეს ბრძოლებში არაფერს მისი უფლებები არის რომელიც დაიცვას მისი სამშობლო და საზღვრები всё თავრობას ყავს თავის სპეცდანიშნულების ჯარი და რო იტყვიან შინაგანი ჯარი თავდაცვის საერთოდ არ მოჩერდეს ამაში ეს არის ერთადერთი გამოსავალი აი ამ წუთში ამ რეალურად რაც ხდება აი ამ სიტუაციაში რა გამოსავალს ხედავ
რა გამოსავალს ხედავ და ერთადერთი ჩვენ დაუშვათ ან თქვენ აი ჯარმა ამ ხალხმა რომელიც ეს უსახკაროდ სიმართლე უნდა ეძიოს ქალბატონო მეტი არაფერი თუ სიმართლე ხალხმა არ ეძია არაფერი არ გამოვა ხალხი ისევ მოტყუებული გამოვა მე ეს ვიცი და მეტი არაფერი რა გზას ხედავთ სამჯერ გამოედით რა და სიმართლე უნდა მოიზომოს და უნდა დაისაჯოს ის არის დამნაშავე თქვენი აზრი რაც მოხდა ახლა სიმართლე ჩვენ ყველამ ძალიან ზუსტად ვიცით რაც არის არა ჩემი აზრი მე მეომარი ვარ წელიწადიაში შიგნით ვარ არ ვიცი არც ერთხელ ვიყავი სახში თუ ორჯერ ღმერთი ჯული ხატი ვისაც კი ნაკითხე და აი ოჩამჭირის რაიონს აი თქვენ ტოლვილები ვინც ახართ ტოლვილებს თუ შეიძლება აი თქვენ რა აზრის ახართ აი ამ ტრაილერები რომ გამოატარეს მე ის ვიცი რომ იქ არაფერი არ იყო ის მე პირადად მე მაგაზე გეტაყვი ხალხმა არ იცის ხალხმა არ იცის იცოდეს იქ რა იყო კი რავა ჩვენებინათ იქ რა იყო და რა არა რამდენიმე ადგილობრივი ბატალიონები შეიქმნა მომისმინეთ ახლა მომისმინეთ რამდენიმე ადგილობრივი ბატალიონები შეიქმნა რა დაწყებული სოხუმიდან ოჩამჭირების რავა ამას კამადრობდა ადგილობრივი ხალხი ხო გაესინჯათ ეს მანქანები რა უფლებები ქონათ დაეკავებინა დაჭე გარს გაეტარებინა დაჭე დაეკავებინა წაერთმიათ დაეყაჭაღებინა ბოლო ამ სიტყვით ვამბობ ასეთი იქნებოდა მაგრამ გუმანისტები არიან ჩვენი ხალხი და დაგუბავ ჩვენ ხალხი ზეით იყო თუ ქვემოთ იყო ხალხი მოტყუებული დარჩა ერთიანი მთავრობა უნდა უყავდეს და აიჩვენა ერთიანი არც ერთი მინდა და არც მეორე მინდა ისტორიას ხალხს უწევს იმასე შემდეგ ცხოვრებას როგორ აპირებთ რა გამოგწეული ვარ და გვიჭირს ბავშვები დავტოვეთ მოხუცები დავტოვეთ და ხიათ ვატახიათ რას უნდა აპირებდეს დროხას იძლევა ერთ კურსი იძლევა დროხას იკაც ეგერთას და პორი მომეცით დროხას იძლევა იკაც რა უნდა ქნას იმას იძლევით შვილ აბარასკიზა რა უნდა ქნას იმას სიმართლეო ლაპარაკობენ კი ბატონო ყველა მომხრევართ ამ სიმართლეს თუ გამოვიდა რამე თუ გამოვიდა მაგრამ ჩვენ არადროს არ გამოვიდა შევარდაτε მანამდე იქნება არაფერი და აი ამიტომ გეკითხებით აი ამის დიახ სიმართლე გინდა კი ბატონო გადაგებთ და მოვიდეს ემთავრობა როგორ და გადავაყენოს ბატონო და სიგნება ჩქიმ შვიდობიან ცხოვრებამ შემოყნიათ და მოყოლა შვიდობიანი თქვენი ვარ ჩქინ ოჯახ არც სოხუმკიდებ და ბაჟიშა თაკიდებ და შვიდობიან გაწყვილეს ხალხი როგორ შეიძლება აი ამ ხალხ ვიცავდა ყველასაც ზვიადის იმედი ზვიადის იმედი როგორ ჩვენ ის თუ დაგვეკარგა მაშინ ჩვენ არ ვიცი ალბათ ყველაფერი გარგული გქონდა ერთადერთი იმედი აქვს ყველა ამ ხალხის შიშკაში ზვიადი იხსნის ერთს ეს ასე იქნება ყველაზე აბა უნდა ქნას ხალხს აფრიდაჭო ყველაფერი და ხონდა წავიდეს ხონდა შერხო თბილისიდან მოდის ხო ყოველივე ის რა ჩვენ დაგვემართა დღეს და იქნებ რა ვიცი იქ უნდა მივიძანდეთ და ალბათ იმათ თხოვთ თავდაცვა რო დააჩაგა ხალხია იქ რო დაიჩაგა მაგენ ხალხია ეს ჩვენ ამ ნაწილზე არ ვლაპარაკობთ რო დაიჩაგე მაგენ რო თხოვეთ მაგენი მე გეტყვი შენახა პირადად აი ზუსტად ეს ვინც 100%-დან მომოვდა აფხაზეთში 70% ჩამოსული ხალხი ჩაწყდა იქ მე იმას კი არ გეუბნები რომ მე ჩამოსული ვარ ადგილობრივი ხალხი ბევრი ადგილობრივი ხალხი მე ვიტყვი რომ 50% გამყიდველი არის ამ პირში ვეტყვი ხალხს გამიგე როგორც დავგვემგეთქომე ჩვენ ოპერაციები ყველაფერი იქიდან უკვე აფხაზები გზასადაც გვიყენებდნენ ეს სიდან საიდან მამაჩემ ერთ ჩამოსულა ის მკვდარია ჭეთურიდან აი მამაჩემი მკვდარია და არ შემოსულა შევიდო დაიკავე აი ზუსტად ისა აი ადრე რო იყო იყიდება საქართველო აი ეს დღესაც ასე არწებობს და იარწებებს იყიდება დღესაც იქნება გენშტაბში რა თქმა უნდა ქუჩიდან კაცი არ შევიდოდა თქვენ უფროსები ლაპარაკებდით იქ და უფროსები თუ ლაპარაკებდით ეს უფროსის გაყიდულია და არა ვიღაცა ქუჩის კაცი აიგე მე გავარ ვიცი ახლა მე ქუჩის კაცი რია ბევრი და მე გამაშვებინეს ხოლმე მაგრამ იმან საიდანიც ვინა ვინც დაიჭირა ხო გამოდის თქვენ ერთი წუთი ახლა სოხუმში მიდიოდა სოხუმის ჩაბარების ამბავი მიდიოდა ნუ ბრძოლები მიდიოდა თქვენ ომობდით ჭუბობდით და მთელი თქვენი ის იყო და ასე დროს გამოდიან ტელევიზორში და ლაპარაკობენ რომ უნდა დავიცვადო თბილისი
უნდა გავამაგროთ თბილისი გამოვიდესო შევარდნათი აკეთო და თბილისი დავიცვადოთ არა ესენიო შემოვლენო და ვიღებენ გახვა ჩვენ თბილისი გვიჭირს ქუთაისი სამტრედია თუ როცა ეს ყველაფერი წავაგეთ ეს რა არის ხალხის სულელი ხუთი თვეა მე პოზიციებიდან არ გამოსულა აგერ არის დამაცაბე ერთ სიტყვა რა იყო მეც ხონა ვილაპარაკო რა ადამიანებთან მეც კაცი ვარ ბოლო-ბოლო აგერ არის ადგილობრივი ხალხი ბევრი ვიცია რომ მე ხუთი თვე პოზიციებიდან არ გამოსულა ტელევიზორი მე არ მეკურებია ძამეგო გასაგები სვადი მე არ მიჭამია და ღვინო მე არ დამელევინა გასაგები ხო და ახლა მე რა ვიცი აქ თქვენ ტელევიზორს და თქვენი და თქვენმა გამაგებინოთ მე რა ხდება თქვენ იმედები და აი შევარდნაძემ გაყიდა ჩვენი ხალხი რა ესე გამოდის რა თქვენ ჩაგდოვათ იქ და გამოვიდა მშვიდობიანი ხალხიც მიეყარა იქ მე როცა არაფერი ინფორმაცია არ გამაშინა გაზეთი არ გამაშინა და რადიო არ გამაშინა მე რა ვიცი ვინ გაყიდა კი ბატონო ვეძებოთ სიმართლე და მე თქვენ გერვა და წევიდეთ ვებრძოლოთ სიმართლეს სანამ ვიარცებთ ბატონო მე დიგზარ არცებ პატრიოტები ხარ და საქართველოს ზეურძით გასაგებია ჩვენ მე კიდე გეუნებით შეიძლება გული დასწროს რაღაცა მე არც შევარდნაძე ვიცი და არც ბატონი ზვიადი მე ვიცი რომ ერთად განსახურდია ჯარი რო არის ბრძოდა იქ თქვენ ხომ მიცით ეგ ხო მაგის გახსნა აქ გუნდერ მოსვალაიო და დედი მიტომ გიმნათო ჩვენ გამოходით და ხარნაზე რო ჩავდოთ ყველაფერი ხუჩაზე საბიძოდით თქვენ ჩვენ სოფონში სოფონში ეხლა გუშინ გადა გუშინ წინ აცხადებენ ესეც აი ეს ტელევიზია თბილისის სრულ ტელევიზია აცხადებს რომ მაგიტომ დაეცა სოფომი და საერთოდ რომ იმ ჯგუფები რომელიც ეკუთვნის სამხედრო ჯგუფები რომელიც ეკუთვნის კობალიას იმან მიატოვეს პოსტებიო თავისი და ეს მართალია ეს თუ ვიზით აცხადებენ რომ დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ ისაო ამ კობალიას შენაერთებმა რაზმებმაო დატოვესო ისაო სოხუმი პოზიციები დატოვეს ავიდან ზუგდიდში და ღალატი მოახდინეს და ამიტომ დაეცა სოხუმი ოჩამშირე და გალი აი ესეთ რა და როგორ მოხდა სოფოში იყო ჩვენი პოზიცია სადა სოფოში როგორ გამოხდა ორ საათზე დაგვირეკეს რაცით აფხაზეთი გაყიდული არისო და უშველესო თქვენ თავს მინდა გიეთ ოზე ამ 605 არის ჩვენი რაციის ნომერი და ეგ და რომელი შტაბიდან დაგვირეკეს ან ვისი ბრძანებით იყო არის ძალიან არა ჩვენი ვინც ყავდა 100 მეთაური იმას გავედით იმან გითხრა ჩვენ 100 მეთაურმა გითხრა რომ დარეგილია პოზიციები დატოვეთ გამოდით მეთაური ვინ არის თქვენ 100 მეთაური გალანტია თამაზი რომელი ბატალიონია პირველი ბატალიონი ოჩამჩირის პირველი ბატალიონი უფროსი მანამდე ბრძანება იყო ემზადებოდით შეტევისთვის უფროსი ყველანაირად ტანკები ამოვიდნენ დაბომბვა იყო მინები იყო ყოველათი და უნდა შეტევითთვის ემზადებოდით და ბოლოს რაც დაგვირეკეს რომ პოზიციები დატოვეთ გამოდით და ისა თქვენი უფროსი ვინ იყო ადრე ჩვენ გვიან ჩავედით აი ეს ხელშეკრულება რომ დაიღო ჩვენ აი 6 კაცი 7 კაცი ვართ აქ ლაგოდე ხელები გვიან ჩავედით და მანამდე არის თოხაძე იყო ხო მოთხოზე ხო ხა რა არის ორი დღე ეს ტელევიზია აცხადებს ეს თბილისის ტელევიზია ნო ისაო იქაო კობალიას იმან რაზმებმაო ყოველი შეერაღებული ფორმებმაო დატოვესო ეს პოზიციებიო და მაგიტომ მოხდაო ეს დამარცხებაო ოჩამშირეში ეს ტელევიზია თბილისის ტელევიზია აცხადებს რომ ეს კობალიასო ფორმირებებმაო დატოვესო პოზიციებიო დაბრუნდნენ ზუგდიდშიო აიარაღებენო იქ ხალხსო და მიატოვესო ბრძოლაო და მაგიტომ მოხდაო დამარცხება ოჩამშირე და გალში და მართალია ეს თუ არ არის მართალი ჩემი აზრი ასეთია რომ შევარდნაძე რომ გამოვიდა ხელმძღვანელობა აღარ იყო ორგანიზაცია არ იყო საერთოდ არეულობა იყო არეულდარეული იყო ყველა თავის ემზადებოდა და მე ყველა ხელმძღვანელმა მიატოვა ალბათ თავისი ადგილი და გამოვიდა ჩვენს დაგვირეკეს 5 საათზე გამოვედით იქიდან ჩვენი პოზიციიდან გამოვედით გალთან სანამ შემოვედი იქ რაღაც სოფელი რა მაგდენისა უბრალოდ მე კიტოვარი და გამოიყვანა ხალხის ყველაფერი და მიგვატოვა იქ არავის არ გააგებინა გამოიყვანა წამოვიდა დაგტოვა იქ და მიგიშვა ბოინში ორი ბებე და ორი ჩაეხოსა ჩვენ თავი ჩვენ ორი ბებე და ორი გასწრო სათავეში დაგვიდექი და გვითხრა კი დაგიდგებითო ეხლა თქვენ წაით ოჩამშირეში უკან ტანგებით მე მოვდივარ მაგრამ ჩვენ წავით ოჩამშირეში ის კი წამოვიდა თბილისისკენ არც ერთი არ შემოვიდნენ და მოხდით ალყაში ბიჭები ჩარჩენილები არიან და ამ ლოტი კობალიას ფორმირების
ადგილობრივები თავის პოზიციები ეკავათ, ყველაფერი ჩვენ ფოკუსში ველოდიჭულობდით და ღამის 2 საათზე ტექნიკის თქმა გავარდა. გადიოდა ტექნიკები, რეკავდით, სიაზით გამოდიოდით, არავინ არ პასუხობდა. არსად ყველა გადაჭრილი იქნებოდა ალბათ ბენიები, ხაზები და ბიჭები ადგილობრივები არიან. თვითონ ჩამოსული ის კიტოვანია თუ რა შეჭა გაბერილი, გავიდა ყველა ღამის 2 საათზე და ადგილობრივი ჩავჭით ჩვენ იქ არ ეჭყობდით ბოლომდე. მერე გამოვედით 20 საათი იყო თუ რაღაცა ღამისა. ადგილობრივი თუ დედა, მამა, ვინც იყო ბავშვები ჩარჩენილი პოზიციები არ დავიკავეთ ტრასებზე, გვერდებზე ყველაფერი და გამოვიყვანეთ მშვიდობელი მოსახლეობა და ბოლოს გამოვედით. ბოლოს გამოვიყვანეთ იქ ადგილობრივი ბოლოს გამოვიჩვენა. ასე იყო მაგი. ეს ედელწოდებულ სარდლობას არ იყო მაშინ. არავინ არ საჭიროების ტექნიკა გადავდიოდა და ასეთი გაძარბვენა. სულ იყო გასული, ბოლო იყავით ჩვენ. ადგილობრივი ყველა ადგილზე ჭუდა და ქალები ჩამოვიდნენ ჩანჩერეში. იმას დადევდა უკანა. რას დადევდა კეთილძაღლი? წასულიყო იქ. ომში. ქალებს დადევდა, ხალხი მიატოვა იქანა. აღგზავნა საზოგადოებას დაგვიშვა. და ჩემი აზრი ის არის. კიტოვანს და იქ ზოგიერთებს კიდე კაი რაღაცა ქონათ იქ ოჩამჩირეს ჩარჩენილი და ის უნდათ რომ ჩვენ აგვეღოთ. აი ეს რაც არის იქა დარჩენილი. ეგ ნაღდია, სხვა აზრი არ არსებობს მაგრამ. იმიტომ გითხრა რომ შედით იქ. იმიტომ ოჩამჩირე იყო სუალკაში იყო ეგა. ჩვენ აფხაზები შეგუშეში იყვნენ, მაგრამ უკან აღარ გუშვებდნენ და ეგეთ ვისაც ხო 22 კაცი იქ ჩარჩენილი ყავს იგი. არ ვიცი, ცოცხლებია, მორები არიან აზე არა. ეგეთ მონდა ჯერ კიდე რა მოსულა. 22 ნახევარი გამოვიდა 20 კაცი, 21 კაცი ჩარჩენილია. სულ 50 კაცი ვიყავ, შესული ოჩამჩირეს 50 კაცი გუში. რა ეხლა რა საპირო თქო, სამი მინუტი. ას გიბძანებს ხალხი მთავრობა მეც ვსათაურს. ხო და ვის ბრძანებას ელოდები? ეს ბრძანება ჩვენ ხაზე უბრალოდ ჩვენ აი ჩვენ ბატალიონი ვინც არის ჩავაბარეთ იარაღს და დავალთ ჩვენ სახლებში, მაგრამ ამათ რა ეშველებს აი ამათ ზოგიერთებს ეხო ჩვენ დავიყვანთ. ჩვენ ეხლა ადგილობრივი დავეხმართ ჩამოსული ოჩამჩირიდან, ცაგერიდან, ისკინძიდან ყველანი ვინ ცოცხლები არის დაბანაკებით ხომ ეხლა ახანე ანაკლიაში. იქ გვერდებათ თადგირები და როგორც ჩვენ გადავწყვეტთ ისე. იქ ეთქვი. ხოხაძე თქო იქ ან დაიშლება ბატალიონი, ან კიდე რა ვიცი. ან და რაც გეთქვეს მოიქცევით. იმარად რაც გეთქვეს უბროსი ჩვენც მოიქცევით. უბროს მახომ მიგატოვა დროკავდა. ამას ხო ყავს აქამა ჩვენ. 100 მეტაური ათოქო. თოხაძე. თოხაძე თუ წაკითხავს კი. მუთხოს კი. თოხაძე ძალიან ბევრი სტაცია. იქ იყო ჩვენთან. ჩვენთან ერთად იქნება. ერთად ჩამო. მაგი არ იცოდა რომ კიტოვანმა ჩვენ გაგვაგზავნა. რომ გაიგო სოფელში აფურთხა მაგას. დიახ გაგიშვები ნახე. რომ ჩემი ბიჭები რაუფლები ჩვენ გავუშვი გოჩამჩირეში. თან ორი ფემე ყავა და ორი ტანკი. ბოლოს შეიძლება თან 50 კაცი მეტი არ იქნებოდა. ტანკისტები ვინც იყვნენ, ვინც იყვნენ კიტოვანის ხალხი. სულ ყველა გვაჩვენებდა რომ წადი ჩვენ მოვდივართ. რა კაციშვილი არ მოვიდა იქა დასახმარებლად. რომ შევობრუნით სულ ვიყავით 30 კაცამდე იქ. და ავტომატები, ტექნიკა ჩვენ არა ყავდა არაფერი და ავტომატები სად გაიგიათ რომ ქალაქი აიღოს უნდა. მოდი დაგო. სადა ჩვენ უნდა მოიღო. აი ეს ყალყა შეს მოიღო. გადაი. რომელია იყო გასო ჩვენ? ის დღეს მოვიდა. გუგზა, მოდი მოდი. სამაც ერთზამთ რა. ერთ-ერთი და. აი ზანდი დუბეძო. აი ზანდი. ბემზანდები ზუგდიდის კომენდანტურიდან რა. ვითხრათ ერთი გუშინწინდელ ამბებზე რომ როგორ მოხდა ეს ამბავი ეს გალის ოჩამჩირეს. ესე იგი ჩვენი ბიჭები იყვნენ ოჩამჩირეში, ესე იგი ოჩამჩირეში იყვნენ და გადაწყვიტეს რომ ხალხის გამოყვანის მიზნით წასულიყვნენ მდინარე კოდორთან. იქ კოდორის მისადგომებთან იყო ტოლვილების დაჯგუფება დიდი, რომლებმაც ვერ გადმოახეს მდინარე. წავიდნენ ზღვის მხრიდან ესენი გადმოიყვანეს ხალხის გადმოყვანა რომ დაიწყეს რამოდენიმე 1000 ტოლვილი რომ გამოუშვეს, მაშინ გაიგეს აფხაზებმა რომ ვინც იყო, ნუ ვინ იყვნენ ბიჭები და დაიწყეს ბრძოლა. მოხვდნენ ალყაში ხალხი. ხო და როგორ სიზახიან რომ მიატოვაო კობალიას ხალხმაო ჯამჭირო ეს არის დიდი სიზრუე, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები გუშინ გამოვიდნენ იქიდან. გუშინ და ნახევარი კიდე არა გამოსული. გუშინ საღამოთი იქიდან მთიდან ჩამოვედი, სადღაც მთები გადმოვიარე 60-მდე კილომეტრი, 80-მდე კილომეტრი მთები გადმოვიარე და ძილს მოახსიეთ, აქამდე ჩვენი პატრონი არავინ არ იყო და რა ვიცი. ზოგი ზღვიდან, ზოგი მთიდან და ვინ როგორ შეძლო, იმიტომ რომ ალყაში იყო იქ რა ვიცი, ისინი მოდიოდნენ გზისპირიდან, ესენი ზღვიდან იყო ბრძოლები იყო, დიდი ბრძოლები და რაღაც სასწაულად გადაარჩნენ ბიჭები. ეს ტელევიზია აცხადებს თბილისის რომ როდესაც იქ ბრძოლები იყო, ხობალია შენაერთებიო, იგივე თქვენი კომენდანტურა
გამოვიდაო ეს ბრძოლის ველიდანო და ზუგდიდში აიარაღებდაო ამ შენაერთებს თვითონ ამ ეს შენაერთები არავის არ განუიარაღებია ერთგანან წარმომადგენლები და ჩვენ არაფერს არ ვიყიდით თვითონ ამ ბიჭებმა თქვან რა იყო და რა ჩვენ რა ვიცი თქვან აგერ შეეკითხა თან რა უნდა თქვა რა ვიცი ვერ გამიგება და თან არაფერს ვერ იტყვი ჩვენ გარეგები და ყველაფერი გასდიაში და ყველაფერს ჩვენ გვაბრალენ რაც კარგი გავაკეთეთ მაინც სუდად ვიტყვიან და რა ვიცი ახლა ჩვენ იმ ხალხს ვერაფრით ვერ დავაჭერთ ისე მაინც ვერაფერს ვერ დაანახებ ამ ხალხს გინდა იომო და გინდა იქ ჩახვიდე და გინდა თავში აკლა მაინც ვერ დაანახებ ზოგი უჯერებს ზოგი აუჯერებს ახლა ამითირებო ეს ხოლმე მაგრამ თუ მაგალითად იმათ ბრძოლა არ უნდა რაც უნდა ეს ტექნიკა სად მიყო არ ვიცი მე უკვე ძალიან ეგუნა გაიგოს მე სად მიყო ეს ეგ თუ არ გაიგო ესე არ გამოვამოს ვისთვის მიყო არ ვიცი მაგრამ ეგ უნდა გაიგოს ეს ტექნიკა მე მგონი ჩვენ საწინააღმდეგოდ იქნება მართული აქ მე მგონი კი არა მაშინ 200 არსებობს ეს ის დანგებია რომლებიც სამდრედიაში იდგა და იმ პოზიციაზე საიდანაც ჩვენ პირისპირდებიან ისინი მაგრამ ის ხალხი რომელიც თქვენ გვერდით იბრძოდა არ ამგონია ახლა რომ ხელი აღმართეს არა მე მგონი 80% მოსულია ჭკუას ვინც ვერ მოვიდა ის მაინც ვერ მოვაცა მე მგონი ეს ასეა იმიტომ რომ ხალხმა სიმართლე დაინახა პრაქტიკულად დაინახა რა მოხდა იქ ესე იგი ვინც იქ იყო იმათმა და ვისაც არ უნდა ამის გაგება ის მაინც არ გაიგებს ამას მაინც ვერ გააგებიდნენ ამას და რაც არ უნდა აი ეს კაცი დღეს გამოვიდა იქიდან ჩარჩენილი იყო დეპლე გამიჩერდა მუშინ თელი დღე და ხამე მოდის ხეთქა ხამე 16 კაცი მოვიდა მარშე მოსასვლელი მიჩერდა ასე ღალატი მოლა შეიძლება საქართველოს აკასო თუ უღალა და საქართველოს გიდანზინა მაგისთან საქართველოს ადგილ ამერიკას დასანი ხოდორთან ჩვენი ბიჭები ალღაში რომ მოხდნენ გაიგე შენ აი სამენდატურის ბიჭები ვენ იმაზე რავე გამხარეზი იყო ფოკუსი იყო შიგოჩანჩერეში იყო მუში რომ ხელო არ ფაფუნეს ამასო და აღებული იყო თითქოს და იყო რა მოხდა ო აკედან მიგვაბრუნეს უკან ისევე ავედით უკვე პოზიციები მათ გავიწვეთ საიდან შევსულიყავი და უკვე ძენ იყვნენ და დაგვიშინეს კიდე კაი ადგილობრივი ბიჭები იყვნენ იმსოფლელი ბიჭები და ემოთმა გამოგვიყვანეს შენ რას ვფიქრობ რატომ მოხდა ეს დამარცხება ნუ ახლა შენ თვითონ თუ რატომ მეგობარი შეიძლება იყოს დამარცხებაო რატომ ღალატით მოხდა რატომ მოხდა ვარ ღალატები ვიზა კიდოვანი საკაცო ვიცი რა მამა ჩემი ხوارი იქნება იღალა და ბიჭები არა კიტოვანი მოვიდა მისხრა გინდა თუ არა შედით ბიჭებო შედით და ხალხი მოგემატებთ და ეს ყველაფერი თავის შევედი მაგას უნდა და რუსტეხი დარჩენილი ყარა თუ აქ შემოსულიყო აქედან შევედი გაგვატარეს უბრალოდ გაგვატარეს მოგიქცეში ტელევიზორში აცრადებენ და ხალხ მართალი გონია რა კობალიამ გააკეთა არ არის ეგ მართალი თუ თქვენ კობალიას არაფერი გავაშკარდათ უნდა ეთქვათ კობალიას არაფერი გავაკეთებია კობალიასი ზუბიავის შეიძლება იმანი ლაპარაკოს მე მგონი ხალხი და ხალხი გამოვა ყველა მეომრე ვიცი ყო იციან და ყველა ეს აგე 18 კაცი ისევე დავშოლით რა გზაზე და გამოსასვლელები არიან და ორი კაცი BNP-სთან დარჩნენ რომ გამოეტანათ რა დაიღუცენ ცოცხლები არიან ახლა წავიცით ჯერ არ გამოწ ვისაც არ აჯერავს კი დაგვაპირისპიროს პირში ვეთყვინ კიდევ ყველაფერს ვისაც არ იჯერა აიჯერებს მე როგორ გალატობენ და როგორ ვაიმუნობენ წამოვიდეს სოფტმერ დაიჯერებს გოარჯერა გამოვიდი ბოლო ხალხი და გამოვიყვანეს ბიჭებმა მთელი ხერე და რა ვიცი სადმათ არის ბიჭებმა მე არ ვიცი ეს ტერიტორია საერთოდ ორგანიზებულობა იქნებოდა მოშლილი ახლა როგორც ჩვენთან იყო კონფლიქტი იქნებოდა კი ბატონო რაც ბატონო არ ყავდა მე ასე მგონი როგორც ხრების შეფრების გამოვიწყდნენ ანალოგიური სიტუაცია რა რაც კონფლიქტი კოპერკოპერ გოს უფრო ყველაფერი გაკეთებოდა ჩვენც ჩავშებოდი სიგრითკენ ჩვენი ასმეთაური თამაზი რეგულარია ვიტო გელანდია თამაზის რო არ ფრიკაზე არ მოესა ჩვენ ჩავშებოდა გამოკოცავდე გაკოცავდნენ იქ ესე იგი წავები იყო ჩვენ უკვე გვესროდნენ გრანატამეტებს სულ ყველაფერს გვესროდნენ და აი ავტომატებით გამოვძვერთ იქიდან და დღესაც კიდე ველოდებით ბიჭებს მოდიან და მოვლიან რა ვიცი არ ვიცი მოვლიან ძელი წებში მოვლიან რა ვიცი გამოდიან თოთოდად გამოდიან რა ვიცი ბატონო ახლა ეს 18 ბიჭი ჩვენი მესოფლები რა ეს 13 მოვდიოდი იქიდან 13 უკვე მესოფლები ბალა ჩანჩქარავი არის და 3 დღეში ჩამოვიდა ერთი ისიც არის
აი ცოტა ღალატი ერთი მასია უთმობა საქართველოს გვინდა ალგე და ყველა მავიღოთ რა და მივხედოთ კაცო არა ამაში მე გიჟი კი არა ლაგოდეხლა წამოვედი და იმის გულიდან საქართველოს შევინარჩუნოთ არით გასათავეში უპატრონოები ვიყავით ჩვენი ბრალია ყოლავე ჩვენ თვითონ მოვძებნოთ კაი პატრონი ჩვენ თქვენ ახლა თქვენ არის თქვენს გვერდში როგორი კაცი დგას და რა შესაძლებლობაა რა თქვენ თვითონ აირჩევთ და ასე გავაგზავნეთ ზოგი ხო ახლა იმას იძახის რომ მე აიქავ ცხოვრობო და რამინაოს იმაში აფხაზეთშიო და იქ რამინა რა თქვია რამინა კახეთი და ჩვენ ჩავასულები ვარ ეგრე მე გოლელი კაცი ვარ ძმაო იქ სამაჩაბლო ცხინვალის ძმაო იქ მიდგას მე მაგრამ აქეთ წამოვედი ძმაო მე არ ვიცი ძმაო ისინი ჩამოვლენ გორამდე თუ აჩამოვლენ მე მაინც წამოვედი ძმაო და მე დაფიცებული მაქვს ომის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლო და ვიბრძოლო კიდევ ძმაო სიარაღს არავინ არ აკრავს ეს სიარაღი ძმაო და მე კაცსა მივცელა კაცად დაუწმო ძმაო ამით უნდა გავიტანო ჩემი ცხოვრება აქ მოვხდები აქ დავახარო აი რა ჩვენ სირცხილი გაჭამეთ ძალით ჩვენმა ესე იგი მეთაურებმა ვინც იყვნენ იქ აფხაზეთში აი მეთაურებს ყველას გამომამჟღავნებთ რა გააკეთეს და ჩვენ ერთიანად ჩვენ საქმეს მაინც გავაკეთეთ ბოლომდე ქართველები დაჩოქებულები არასდროს აი ხალხის ჩახოცის გულიზე ამდენი ქართველი ჩახოცეს გაიგე და შევარდნაძე რო იძახა და საქართველოს დაიჩოქაო საქართველოს არ დაიჩოქა და არ დაიჩოქა არ დაიჩოქეს რა თქმა უნდა ჩვენ აფხაზეთი არ დავივარგა ვარდო ამ თურქების გულისთვის არ დავუთმობთ ამას შევარდნაძე შეიძლება საქართველოს მაშინ დაიჩოქება უკაც შვილი აღარ ვიქნებით ამ ტერიტორიაზე და მას შევარდნაძე დაჩოქილად დაიბადა რუსების დაჩოქილად დაიბადა საქართველოს ვერ დაჩოქო ჯეჯო არ დელეგაცია არ მოგვდება არასდროს არც მოგვდა რაც სიმაგრეს ვერაც ვარ ჩვენ არ დავიჩოქებით ჩვენ ვიქნებით ბოლომდე სათავეში დაგვიჭირეთ კაცი დამარცხება გამარჯვებია სიმართლე ბოლოს მაინც გაიმარჯვებს მოვკვდებით იმასა ეტყვია რომ შემეწილი მე ხაჭაღუათ მოკვდნენ და ისე მოგიტყვია რომ გმირები იყვნენ და გმირად მოკვდნენ იბრძოდნენ და ისე მოკვდნენ და იმასა ეტყვია რომ აი მიდიოდაო და რაღაცას შოულობდაო რაღაც ფულ შოულობდაო სახში მიქონდა ის ნაშოვარიო და ისე მოკვდაო კიდე ჩავიდა ჩამოსატანო და მოკვდა ისე ჩემი ნაშოვარია ეს არის ეს ბუშლადა და ეს ლატნიკი სხვა არაფერი არ მიშოვნია იქ და ნაშოვარი ვინც იშოვა გაიგე იმა გვიღალატა ისინი აღარ მოდიან აქეთ იმა შეგვიძლია ჩამქირეში ვინც იშოვა ისინი მოყუჩებულები არიან თავისამე რადგან ეს აუნიმოგი